კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც ეკლესია გვერდს ვერ აუვლის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების საკითხია. პრობლემა აქაც ქართული ოცნება, რომელმაც მედიკამენტების ყიდვის ნაცვლად მშობლებთან კონფრონტაციული პოზიცია დაიჭირა. რეჟიმმა წამლებს ბრძოლა გამოუცხადა. მშობლები 23 დღეა ღია ცის ქვეშ კანცელარიასთან ათენებენ ღამეს, მაგრამ დე-ფაქტო ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს. ბოლო დღეებში ცალკეულმა მღვდელმთავრებმა ამ თემაზე მედიასთან ისაუბრეს, მაგრამ საპატრიარქოს მკაფიო პოზიცია გამოკვეთილი არ აქვს. პირადად ახალ პატრიარქს ამ საკითხზე დღემდე არაფერი უთქვამს. ბავშვები და მათი მშობლები კი ამასობაში წამალზე ოცნებობენ. დღეს ერთ-ერთ ბავშვს დაბადების დღე ჰქონდა, ტორტი მან საპროტესტო აქციაზე ჩააქრო და სურვილიც იქ ჩაიფიქრა. ეს 6 წლის ანდრია ხვედელიძეა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდი საკუთარ დაბადების დღეს საპროტესტო აქციაზე ოცნების კანცელარიასთან ხვდება. 6 წლის ანდრიამ დაბადების დღის საჩუქრად წამალი ჩაიფიქრა. წამალი ჭირდება ბავშვებს. უკვე სამკვირაზე მეტია მოქალაქეების სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან დგანან. სწორედ ივანიშვილის პრემიერის ადმინისტრაციაა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების შეკრების მთავარი ადგილი. 23 დღეა პროტესტში მყოფი საზოგადოება გასაჭირს და სიხარულს, ასე ერთად და ერთმანეთს ღიად ცის ქვეშ უზიარებს. ვფიქრობდი, რომ ანდრიას დაბადების დღემდე უკვე ეს პროცესები წარმატებით იქნებოდა დასრულებული. მაგრამ არაუშავს ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენ ბავშვების ღიმილი შენარჩუნდებათ ბევრი წლების განმავლობაში. ჯერური აზრებს ამ წამლის შინაარს, მაგრამ ხშირად მეუბნება ხოლმე, რომ ხვალ უნდა მოვიდეთ, წამალი კიდე არ მოგცეს, ეს ხავს კითხვები ხშირად აქვს ხოლმე. დისკრიმინაცია დიაგნოზის ნიშნით და სიცოცხლის უფლების შეზღუდვა ასე აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები ოცნების უმოქმედობას და ამ შინაარსის წერილით გაეროს ორ კომიტეტს მიმართავენ. ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში პარტნიორებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, რა გზებით უწევთ საჭირო მედიკამენტების მოპოვება საქართველოში მოზარდებს და მონიტორინგის ქმედითი მექანიზმის შექმნას ითხოვენ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო რესურსებს ზედამხედველობას გაუწევს. მე პირადად წარმოვადგენ ორგანიზაციას ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც 2017 წელს იბრძოდა აუტიზმის მქონე ბავშვების სერვისებისთვის და ზუსტად ეს გზა გავიარეთ, რასაც ახლა დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები გადიან და მანამდე აქონდროპლაზიის მშობლებმა გაიარეს და ძალიან ნაცნობია ჩემთვის ეს პრობლემა. აი აქედან გამომდინარე და მრავალწლიანი დაკვირვებიდან გამომდინარე ძალიან თვალნათელი გახდა ჩემთვის თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ოცნების ხელისუფლების უარის შემდეგ საპატრიარქოს პასუხის მოლოდინში არიან. 8 მაისს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მათ დახმარების პირობა მიიღეს. დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდების ოჯახის წევრების მოთხოვნაა, რომ ეკლესიამ მათი შვილების გადასარჩენად ოცნების ხელისუფლებასთან იშუამდგომლოს და მედიკამენტებისთვის საჭირო თანხისთვის ერთიანი ფონდი შეიქმნას. ჯერა შეგხვიანებიან გარკვეული მიზეზების გამო მიგუშნაც არჩევნები იყო, მაგრამ ჩვენ ველოდებით მათ პასუხს, ვისაც ჰქონდა კომუნიკაცია და როგორც მოხდა დისკუსია. როდესაც ბავშვს დრო არ აქვს და ჩვენ ხედავთ, რომ ეს დისკუსიები არაფრის მომცემი არ იყო და მინისტრის მხრიდან ცვლილება არ იყო მის დიალოგში, ერთი და იგივე მეორდებოდა. ამიტომ ჩვენ იძულებულები გავხდით, ჩვენი ნებით არ გამოვსულვართ. აი მინდა რომ კომენტარი ზუსტად გავაკეთო, რომ ჩვენ დისკუსიაში ვიყავით წელწადნახევარი, მაგრამ მათი მხრიდან არ იყო ნება რომ კი ჩვენ ბავშვებს დავეხმარებით, გადავარჩეთ. 2 წელი კიდევ ერთხელ ამბობ დავკარგეთ ამ მოლაპარაკებებში, შედეგი არ გამოიღო და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მიგემართ ამ პროტესტის ამზომისთვის, ამ ფორმისთვის, რაც არის, ასე რომ ვთქვათ, უწყვეტი აქცია, რომ იქნება დაფიქრდეს სერიოზულად ყველა პასუხისმგებელი პირი ქვეყანაში და მიიღონ სწორი სამართლიანი გადაწყვეტილება. ჯერჯერობით არ ვიცით, რას გააკეთებს საპატრიარქო, თუმცა თუ წმინდა სინოდის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებებით ვიხელმძღვანელებთ, დიუშენის მქონე ბავშვების დახმარებას მღვდელმთავრები განსხვავებულად უყურებენ. ვალდრა ნიუსის პირდაპირ ეთერში მეუფე სტეფანე მის მიერ გაკეთებული განცხადებით ოცნების წარმომადგენლების რიტორიკას იზიარებს. მღვდელმთავარი ამბობს, რომ გამოსავალი აქციებში არ არის და მედიკამენტების უვნებლობაზე კითხვის ნიშნებს სვამს. მაგას აქცია კი არ უნდა, მაგას უნდა ლაპარაკი. არის ესეთი პოზიცია, რომ
თქვა სახიფათოა ეს წამლები, რომელსაც ითხოვენ ამ ადამიანებისთვის და ეხლა ზოგი ამბობს რომ მე რა მათ უნდათ და თვითონ ითხოვენ, მაგრამ ეხლა მე რო ვიცოდე რომ სახიფათოა თქვენთვის რამე წამალდა თქვენ რომ მოითხოვდეთ რომ გინდა თუ არა მე უნდა გავიკეთო. განსხვავებული პოზიცია აქვს მეუფე ნიკოლოზ მისთვის გაუგებარია რატომ არაფინანსებს სახელმწიფო იმ მედიკამენტებს, რომელიც ბავშვობის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის პრიორიტეტულია. ახალქალაქისა და კულმურდოს გარის მიტროპოლიტის თქმით ეს საკითხი დღის წესრიგში ქართულ ოცნებასთან აქტიურად სწორედ პატრიარქმა უნდა დააყენოს. ზუსტად ის საკითხია, რომელიც მომავალ პატრიარქმა უნდა განსაზღვროს როგორც მიმართულება. ის გადაწყვიტავს რომ შეეჭიროს ამ პრობლემას და მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება შეიძლება არ დაეთანხმოს ამაში და მაინც გააგრძელოს ეს თუ ასე არ მოიქცეს ეს პატრიარქმა უნდა გადაწყვიტოს. თორემ მე ცხადია რომ იმაჩნია ადამიანურად გაუგებარია ხო რატო არ უნდა გასაგებია რომ ძალიან ძვირია ეს ყველაფერი, მაგრამ მგონია რომ სახელმწიფოსთვის ეს პრიორიტეტული უნდა იყოს. ოცნების არგუმენტებს წერტილი ერთ-ერთმა ბოლო გადაწყვეტილებამაც დაუსვა საუბარია მედიკამენტზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში 530 პაციენტისთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდა. სწორედ ჯივინოსტატია იმ პრეპარატების ჩამონათვალში, რომლის ყიდვასაც დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდების მშობლები ითხოვენ. შესაბამისად, მედიკოსები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა თავიდან ბოლომდე გაუმართავია. საჭირო მედიკამენტების შემოტანას კი მხოლოდ სწორი პოლიტიკა და პოლიტიკური ნება სჭირდება. მათ არა აქვს ყოველი თანმიმდევრული პოლიტიკა, როგორ გაუმკლავდნენ აქ იშვიათ დაავადებებს, რაც სამწუხაროდ გამოწვევის წინაშე აყენებს ჩვენ პაციენტებს, ხანველოდებით ემას გადაწყვეტილებას და ამერიკის მარეგულირების გადაწყვეტილებას, რომელიც ორ მედიკამენტს აქვს, ახლა თურმე ველოდებით შვედეთის გადაწყვეტილებას, მაშინ როცა ორივე რეგულატორს ძალიან ბევრ ქვეყანას მკაცრი რეგულაციებით და გამართული ტექნოლოგიებით უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება ამ წამლების ეფექტურობის და გვერდითი მოვლენების შესახებ. შესაბამისად მნიშვნელოვანია მწყობრი გადაწყვეტილებების მიღება, მწყობრი პოლიტიკის ჩვენება, როგორც დაფინანსების, ისე კლინიკურ საკითხში. სამწუხაროდ სამედიცინო პერსონალს არ ეძლევა საშუალება, რომ განახორციელოს მისი პირდაპირი მოვალეობა. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების მიღების გზები იქნება პარასკევს დაგეგმილი შეხვედრის მთავარი საკითხიც. სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ლევან იოსელიანს შეხვდებიან და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, რის გაკეთება შეუძლია და რას არ აკეთებს ოცნების ხელისუფლება დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად.